ამიტომ დავიწყებ ჩაწერას თქვენის ნებართვით. მოკლედ კიდევ ერთხელ აღარ შეგაწყეთ ჩემის ნებრით თავს. ასპარეზს დავუთმობ ბატონშალვას, ჩვენს ტრენერს. თუ რამე შეკითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია განვიხილოთ ამ ფორმატში. ისინი ბატონშალვა შეგვიძლია დავიწყოთ. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკლედ როგორც ხედავთ თქვენ ახლა გვაქვს დაყოფილი სამ ნაწილად ასე ვთქვათ თემატიკა. პირველი ნაწილი დაეთმობა ყველაზე აქტუალურ საკითხსაც მთელი ორგანიზაციები, მომხმარებლები და ასე შემდგომ საჭიროებენ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმა თუნდაც კიბერშეტევების, ამიტომაც მასზე გავამახვილებთ ყურადღებას. გარკვეული ნაწილი ასე თუ ისე ჩვენ პირველივე სემინარზე ვინც იყავით იქ ასე თუ ისე გავიარეთ, თუმცა დღეს კონკრეტულ სცენარებს და პლუს ახალ და სხვა თემატიკასაც შევეხებით ჩვენ. ამიტომაც ესეთი საკითხები იქნება პირველ ნაწილში მოცემ, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება ჩვენ და გვინდა არ გვინდა გვიწევს ასე ვთქვათ უსაფრთხოების დაცვა. თუ არ დავუცოთ ხდებით ასე ვთქვათ ძალიან ბევრი კიბერდანაშაულის მსხვერპლი. ეს არის ვთქვათ ფიშინგი, ეს არის სოციალური ჟინერი, ეს არის ბარათთან დაკავშირებული საფრთხეები, ეს ასევე შეიძლება იყოს ვთქვათ საფრთხეები თუნდაც პლასტიკურ ბარათებზე და ბევრი სხვა. თუმცა ეს 4 თემა კი არის, მაგრამ სცენარი არის ძალიან ბევრი, ის გამოც რამდენიმე მათგანს რა თქმა უნდა თოვაზე მოიყვან, რომ უბრალოდ ახლოს იყოს თქვენთან. შეიძლება არ ქონია თქვენ, შეიძლება ქონია შემთხვევა თქვენს ახლობელს, ან ღმერთთან მოქნათ თქვენ შეიძლება ეგეთი ამ მსგავსი შეგემთხვეთ, უბრალოდ როგორ მოქმედებთ, ანუ რას ვაკეთებთ, რას ვაკვირდებით ამ კონკრეტულ სცენარებში ეგენი გავარჩიეთ. ახლა მე თქვენ გაგიზიარებთ პრეზენტაციას, უფრო პრაქტიკებს რა თქმა უნდა თეორიის სახით მოგიყვანთ, იმიტომ რომ პრაქტიკის ჩვენება თავისთავად ახლა ამ სცენარებში თაღლითობის კუთხით რა თქმა უნდა ვერ მოხდება, თუმცა ამებს შევეხებ. პირველი თემატიკა ყველაზე გავრცელებული ავიღოთ, ეს არის ფიშინგი. ეს არის კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გამოყენებულია შემდეგი ბიზნით, რომ კონკრეტულმა ჰაკერმა თუ ვინც იქნება დაინტერესებული პირი, ჩვენზე მიიღოს თქვათ პირადი ინფორმაცია, ან ჩვენ შეგვიყვანოს შეცდომაში და გარკვეული ასე ვთქვათ სხვადასხვა ლინკებზე გადასვლით ჩვენგან მიიღოს პირადი ინფორმაცია. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი თაღლითობის ფორმა, მას თავის სახეები რა თქმა უნდა გააჩნია. დაახლოებით 4 სახე აქვს ამ ფიშინგს, თუმცა ზოგადი სახელი არის ეს, ანუ კიბერთაღლითობის ფორმა, როცა ძირითადში გამოყენებულია თქვათ მიმოწერის საშუალება, ანუ მეილი, ან თქვათ SMS-ი, რომლითაც მომხმარებელი უნდა რომ უატყუნა შეცდომაში შეიყვანონ და თუ ეს მომხმარებელი მახეს წამოეგება, რომელიც ამ მეილზეა მოსული, ან თქვათ თუნდაც SMS-ის სახით მივიღეთ, რა თქმა უნდა ჩვენ გავცემთ უნებლიეთ გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შემდგომში გამოყენებული შეიძლება იყოს ჩვენსავე საწინააღმდეგოდ, ანუ მიიღონ ჩვენგან რაღაცა ფინანსური სარგებელი, კონკრეტული თანხები მიიღონ, ან თქვათ გარკვეული ღირებული ინფორმაცია მიიღონ ჩვენგან და ჩვენი სახელით გარკვეული მანიპულაციები აწარმოონ. ეხლა ჩვენ რას ვაქცევთ ყურადღებას და როგორი ფორმები შეიძლება გქონდეს. ნუ ერთ-ერთი მაგალითი აგერ შემიძლია წარმოვიდგინოთ, უბრალოდ ცაცაკი გავარჩიოთ თითოეული საკითხი ასე რომ ვთქვათ, მაგალითისთვის რას ვაკვირდებით ჩვენ თუნდაც შემოსულ ასე რომ ვთქვათ შეტყობინებაში. პირველი მეილზე რასაც მივიღეთ შეტყობინებას, ვაკვირდებით თვითონ შეტყობინების შინაარსს. რა წერია, რამდენად გამართულად წერია თქვათ შეტყობინება, რა ენაზე წერია მაგალითად, არის თუ არა ძალიან ბევრი სინტაქსური დარღვევები და ბევრი სხვა. ანუ პირდაპირ რა თქმა უნდა თვალი პირდაპირ უყურებს შემცველობას ეგრევე, ჯერ ვერ ვაკვირდებით ვინ გამოგზავნა, ჯერ უბრალოდ ყველა ვარიანტში მომხმარებელი ისია ორიენტირებული, რომ შეხედოს რა მოგვივიდა, რა წერია შეგნიდა, რა ფოტოა, ან თქვათ ტექსტური მასალა თანდართული ზედ. და უკვე მაგის შემდგომ ვაკვირდებით სხვა რაღაცებს. ესე იგი თქვენ უნდა უყუროთ, მთლიან ტექსტს გადახედოთ და აკონტროლოთ შემდეგი რაღაც. თუ სინტაქსურად გაუმართავია ძალიან, ეს არის თაღლითობის ერთი ფორმა. შეიძლება თქვათ იყოს ისეთ ენას დაწერ, რომელიც შეიძლება არ გვესმის ჩვენ თუნდაც ან ინგლისური იყოს, ან იყოს თქვათ რაღაც ფრანგული ენა, რაღაც ნაწილი გავიგეთ, მაგრამ ნაწილს ვერ ვიგებთ. და უბრალოდ თითოეულ მეილს დართული აქვს რაღაცა მეილი,
გვემოთ ასე ვთქვათ ლინკი და რახან ტექსტის შინაარსი ვერ გავიგეთ, ხო? ნუ ალბათ ვიხდებით რომ ითხოვსო ლინკზე გადასვლა და გადავდივართ ლინკზე. ასე არ უნდა მოვიქცეთ ყველა ვარიანტში. თუ შინაარსს ვერ ვიგებთ და პლუს გაუგებარია და ჩვენს ენაზე არა მოსული, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო ვერც იქნება, თუ ვიღაცა დაინტერესებული იყო რომ მე მიმეღო ეს ინფორმაცია და მე წამეკითხა, თავისთავად გამოეგზავნა ისეთ ენაზე, რომ მე ეს შემეძლო და წამეკითხა. ნუ რა თქმა უნდა, ხა ბევრი თქვენგანი შეიძლება ჩართულია საერთაშორისო მიმოწერაში თქვათ, ბევრ კომპანიასთან, ამიტომაც შეიძლება ის იღებს ინგლისურ შეტყობინებებსაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თქვენ ინგლისური ასე თუ ისე იცით და მის საკითხვა შეძლებთ. მაგრამ თუ ვიღაცა აგზავნის, რომელიც დარწმუნებული არა რომ ამის მიღებას და პლუს გააზრებას შეძლებთ, ხო, რა თქმა უნდა, ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს phishing, ასე ვთქვათ, კამპანიად. ეს ერთი. მეორე უყურებთ, ასე ვთქვათ, მიმაგრებულ ფაილებს. ძალიან ბევრ დოკუმენტს, ანუ წერილს მოყვება, ასე ვთქვათ, შეტყობინებას, თანდართული ფაილები, შეიძლება ის იყოს Word-ის ფაილი, შეიძლება იყოს PDF ფაილი, შეიძლება იყოს პირდაპირ ბრაუზერის ლინკის მსგავსი რაღაცა ლოგოს აღნიშვნა, შეიძლება ფოტო მოყვებოდეს რაღაცა ანიმაცია და ბევრი სხვა, ანუ თანდართულად აქვს ზოგს უმეტესობას არქივები აქვს, მაგათ არის zip არქივი ან RAR არქივი. ჩვენ შემთხვევაში ხო მაგის გახსნა, რა თქმა უნდა, საეჭვო წერილებიდან შემოსული ინფორმაციის არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ ფაილები, არ გადმოწეროთ, თუ ეჭვობთ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მოსულია თქვენთან, არის უცხო პირისგან. არავითარ შემთხვევაში არ დაინტერესდეთ, თუნდაც იმით რა წერია. ეხლა რა ვარიანტია, რომ რა თქმა უნდა ინტერესი ყველას გვაქვს, რა წერია დოკუმენტაცია, თუმცა, ნუ ეჭვი ასე ვთქვათ, მაინც გვაწუხებს და ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს იყოს, თქვათ, კონკრეტული თაღლითური ფორმა, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ პიროვნებას, ვინც ეს გამოგზავნა, ვისი სახელითაც სარგებლობს, ასე ვთქვათ, ეს მოხმარებელი თაღლითი, მას დაუკავშირდეთ პირდაპირ თუნდაც სატელეფონო კავშირით და ვკითხოთ, რომ ისი გამოგზავნებთა დოკუმენტი და ასე შემდგომ. განსაკუთრებით ეს არის საფრთხე-შემცველი, როდესაც თქვენ არ ელოდებოდით, თქვათ, მისგან არავითარ შეტყობინებას და მაშინ მოვიდა ზუსტად. ახლა თავისთავად ხო, ვისთანაც შეიძლება კონტაქტი გაქვთ თქვენ, ყველა ვარიანტში მათგან ელოდებით რაიმეს, რომ გამოაგზავნის, ან რაღაცა Word-ის ფაილი იქნება, ან თქვათ რამე შეტყობინება იქნება. ანუ ყველა ვარიანტში ვართ იმედიანად, რომ მოგვივა ეს შეტყობინება, მაგრამ უცებ თქვათ ხვალზე გავიღვიძე და რაღაცა მეილი მოდის, რომელიც ვითომ ნაცნობისგან მოვიდა თქვათ და არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, რომ მას ეს უნდა გამოეგზავნა, ხო? უკვე ეჭვის თვალით უყურებთ მაგას. და განსაკუთრებით რაღაც არქივები, რომელიც არ იკითხება თქვათ და რაღაცა სახელი გაურკვეველი ქვია და ბევრი სხვა. ასეთ შემთხვევაში ამ ფაილებს რა თქმა უნდა არ ხსნით, არავითარ შემთხვევაში არ გახსნით ამ დოკუმენტებს, სხვა შემთხვევაში გავხდებით უკვე მისი მსხვერპლი. ეს მეორე. ასევე მესამე გვაქვს ესეთი ფორმა, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა შევხედოთ, ეს არის თვითონ მეილში არსებული ჩაშენებული ლინკები. აი თუნდაც ახლა ამ ჩვენ სლაიდზე მოცემულია upgrade რა წერია, ეს არის ლინკი, რომელიც ითხოვს, რომ თუ გინდა რაღაცა პრობლემა არიდებული იქნას თავიდან, გადავით ამ ლინკზე. ესე იგი, თაღლითობის ერთ-ერთი ფორმა არის კიდევ ის, რომ ჩვენ მოგვატყუოს და რამენად გადავიყვანოს ისეთ, ასე ვთქვათ, საიტზე, რომელიც რა თქმა უნდა არის უკვე იმ კონკრეტული თაღლითის ხელში. და თქვენ თუ იმ საიტზე რაიმე შეიყვანთ, თქვათ, რომელიღაცა პირადი ინფორმაციას, სახელს, გვარს, პაროლს, ან თქვათ, თუნდაც გაივლით რეგისტრაციას, ან შეიყვანთ საბარათე ინფორმაციას, ხო, ყველაფერი ეს მიუვა იმ თაღლითს, რომელმაც ეს ვებგვერდი გაამზადა. ამიტომაც ყველაზე მარტივი ფორმა არის ეს phishing-ის წარმოება. არავითარი ვირუსი, არავითარი თქვათ რაღაცა ჰაკერული ინსტრუმენტი არაფერი არ ჭირდება. ამას უბრალოდ უნდა მიუდგე ადამიანის ფსიქოლოგიით, რაზე წამოეგება ადამიანი. ანუ ჰაკერების გონება ასე მუშაობს ამ თაღლითების, რომ კონკრეტული მსხვერპლი იქნა შესწავლილი, ფსიქოლოგიად ასე ვთქვათ, და ზოგადად დაკვირვებით ასე ვთქვათ, აბა რა მოწონს, ან თქვათ რაღაცა გაკითხვა გამოკითხვით გაარკვიოს თუნდაც რა ინტერესი აქვს. ან უბრალოდ ზოგადად დაკვირვებით ნახოთ რა მანქანა ყავს, ან რაღაცა მსგავსი და ასე შემდგომ. ნუ აი ბევრი შემთხვევა ყოფილა მაგის, რომ შეხედავ თქვათ მსხვერპლის მანქანა და რა კლია თქვათ წინა ფარი, რომელიც ჩამწრეული აქვს, ხო? და უცებ რაღაცა შემოთავაზე მოდის, რომ ხომ არ გსურთ ეს თქვენი კონკრეტული ბრენდის ამადა მანქანაზე ნაწილები მიიღოთ და გარკვეულ შეღავათ. ნუ თქვენს გაგიხარდება თავისთავად, რომ
აი დაღე ტუზი დამეცა და აგერ ჩემი ინფორმაცია რაც მჭირდებოდა აღარ მოვიძიე და პლუს აგერ წინ დამხვდა ყველაფერი ყოველგვარ წვალების გარეშე და თქვენ ინტერესდებით და გადადიხართ ამ ლინკზე. ანუ ისეთი ინფორმაციები მოდის, რომლითაც შეიძლება მეტად წამოიღოს მომხმარებელი. მაგიტომაც ამას უკვე მეორე ტიპი ქვია მიზანმიმართული შეტევები, რომელსაც კონკრეტულ ადამიანზე ახორციელებენ ეს თაღლითები. მოგეთ ეს ერთი ვარიანტია ფიშინგი თავისთავად ამ შემთხვევაში. ეხლა როგორ ვიცავთ თავს ჩვენ? ნუ პირველი ყველა ვარიანტში არ დაუჯეროთ აი ამ სათაურს. ნახეთ დაწერია Microsoft Team. ეს უბრალოდ პირველი რაღაცა სიმბოლოები ნებისმიერ შეუძლია დაარქვას იგივე, ხო? მე შემიძლია მაგათ ახლა დავარქვა სიტყვაზე რაღაცა Amazon-ი და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს რომ მე Amazon-ი დავაგზავნე შეტყობინებას. თავარი აქ საინტერესო არის თვითონ ეს ბმული რაც ჩანს. ისგან გამოვიდა ეს შეტყობინება, ხო? რითი იწყება, რა დომენით ბოლოვდება თქვა ბოლოში და ასე შემდეგ. თუ ეს ნაცნობი არა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მას არც პასუხს წერთ, არც მისგან მიღებულ შეტყობინებას არ ასე რომ ვთქვათ, ვაღიარებ და არ გადმოვწეთ მისგან მიღებულ ფაილებს. თუმცა ასე კარგად აკვირდებით თქვენ ამ შეტყობინებას, აი მეილს თვითონ, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე სიმბოლო იყოს შეცვლილი იქ, გადაადგილებული, ან რაღაცა აკლდეს. ანუ იკითხება როგორც კონკრეტული სახელი და კონკრეტული გვარი, მაგრამ შეიძლება ერთი სიმბოლო აკლდეს, რომელიც თვალისთვის უხილავი იყოს, თუ არ დავაკვირდებით კარგად. მაგალითად, დავიღოთ სიტყვაზე წერს სიტყვაზე შალვა სვანიშვილი, მაგალითად მე ვიწერებ შეტყობინებას, შეიძლება ბოლო ი აკლდეს. და თვალი ისია ორიენტირებული, რომ იმ დანაკლის პირდაპირ ავსებს. და ნუ შეიძლება უცებ გადავლო თვალი, იფიქრო, რომ ის წერია. ან ეგეთი მეილია ვიფიქროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე არა. ამიტომაც თუ დაუკვირდებით ამ კუთხით, მივხვდებით, რომ ყველა ვარიანტი აუცილებელია ზუსტი წყაროს ცოდნა. ვისგან უნდა ველოდებოდეთ ჩვენ შეტყობინებას. რა თქმა უნდა, ყველაფრის ზეპირად ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ თუ ხშირად გვა კონტაქტი ვინმესთან და მისი მეილი, რა თქმა უნდა, გვინდა არ გვინდა, ზეპირად ვიცით და თუ რამე უცხო გამოჩნდება უკვე უყურეთ ეჭის თვალი და რა თქმა უნდა, იქიდან მიღებულ ლინკებს, ან თქვათ, ასე რომ თქვათ, ფაილებს არ ვიწერ და არაფერს არ ვაწვევით იქ. ტექსტი კი ბატონო გახსენით, წაიკითხეთ, მაგრამ ბმულები, რომელიც რა თქმა უნდა თანდართული იქნება იქ, მაგას არ ვაწვევით არაფერს. ესე იგი, რეაგირება არაფერი არ უნდა მოყვეს, სხვა შემთხვევაში გავხდებით მისი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, 100%-იანი გარანტია იმის, რომ მაინდა-მაინც კიბერთაღლითობაა ეს და ასე შემდეგ, ხო? ვერ ვიტყვით, მაგრამ დაახლოებით 80-80% აი ამ შეტყობინებებს უკვე დღეს იქცა აი ამ სპამად და ამ ფიშინგ შეტევებად. ძალიან გავრცელებული ჩათვალეთ, რომ თეს მსოფლიოში მეილები მოძრაობს, მათგან 80-90% დაახლოებით ასე ელოდებიან წელს და უკვე შემდგომ წლებში, რომ ამდენი იქნება უსარგებლო შეტყობინება, რომელიც არის თაღლითური, არ იყავდა. დანარჩენი 10% და 20% არის ის ჯანსაღი ინფორმაცია, რაც უნდა იგზავნებოდეს ჩვენ შორის კომუნიკაციის მხრივ. ეს მთელი მასშტაბით. ნუ ჯერ ერთი ეს ტვირთავს, ქსელს მეორეც არის ის, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი წამოეგება ამ კუთხით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრენინგი ტარდება ამ მხრივ და ბევრი რაღაცა გარკვეული დამუშავება ხდება ინფორმაციის, ხო, მომხმარებელი მაინც ვიღაცა ტყუდება. ანუ უბრალოდ დაძაბული სამუშაო გარემო აქვს და უბრალოდ გადაღლილია და უბრალოდ ისე დააწვა ლინკს, აბა რა მოიწერეს და რაღაცა მსგავსი. ყველა წუთს და ყოველ ასე ვთქვათ მომენტში უნდა ვიყოთ ორიენტირებული და იმაზე ასე რომ ვთქვათ დაკვირვებული, რომ საიდან მოვიდა შეტყობინება, რა წერია, რა ლინკია და პლუს სტანდარტული ფაილები აქვს მას. და თუ რაიმე უცხო შევნიშნეთ, რა თქმა უნდა, იმასში არაფერს არ ვაწვევით და არ გადავდივართ არაფერს. ეს ერთი. მეორე წეღან ვახსენეთ ჩვენ, ესეთი ეს სცენარებია მოცემული აქ წეღარას გავარჩეთ ეგეთი. მეორე გავრცელებული ვარიანტი ეს არის ფიშინგის კატეგორია, ქვია სმიშინგი, რომელიც წარმოადგენს მეორე კატეგორიას, ასე რომ ვთქვათ, ეს არის SMS-ით კიბერთაღლითობა. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ახლა ძალიან ბევრი მომხმარებელს უკვე ტელეფონში ინტერნეტი თავისთავად აქვს. თითქმის ახლა ტელეფონების 95%-ში ინტერნეტი რა თქმა უნდა ჩართული არის. ეს უკვე აღარ არის დრო, რომ ინტერნეტის სერვისი არ აქვს ტელეფონს და ასე შემდგომ. თუნდაც 100-ლარიან ტელეფონში შეიძლება ინტერნეტი ჩართული იყოს პრობლემის გარეშე. ამიტომაც უკვე გაჩნდა რისკი. SMS-ად მოდის შეტყობინება და თანდართული აქვს რაღაცა ბმული, რომელიც ითხოვს კონკრეტულ ყურადღებას. ესე იგი, აქაც იგივე სცენარია,
უბრალოდ გადაინაცვლა ამ ყველაფერმა ტელეფონში, იმიტომ რომ ტელეფონი უმეტესობას ყველა ვარიანტში აქვს და პლუს თან დაგავს. ანუ კომპიუტერის ხმარება კი გასაგებია მარტო სამუშაო საათებში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ტელეფონს ყოველ წუთს და ყოველ წამს ასე თუ ისე ვიყენებთ. ჯიბით დაგავს. მოვიდეს შეტყობინება რაღაცა თქვა ახალი, SMS-ის ხმა გავიგეთ, უკვე ხსნით პირდაპირ. და ასე შემდეგ. ამიტომაც გვინდა არ გვინდა მეტად ასე რომ თქვა შეხება უფრო გვაქვს SMS-თან ვიდრე მეილთან. ნუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ტელეფონში მეილი უკვე აქვს შაშინებული აგენტის სახით და იქაც მოვა მეილები, იქ შეიძლება მეილი თქვა რომ მე კომპიუტერში გავხსნი უკვე დავინახავ და რაღაცა მსგავს, მაგრამ SMS ასე თუ ისე მაინც ვკითხულობთ. ამიტომაც SMS-ში წერია ხოლმე ესეთი ტექსტები, შემოთავაზები განსაკუთრებით, აი ბოლო პერიოდში იყო თქვა თუნდაც 2-3 დღის წინ PSP-მ დააგზავნა შეტყობინება თუნდაც, თუ მოგიდეთ არ ვიცი, რომელიც გულისხმობდა რომ ხდებოდა კიბერთაღლითობა, ვითომ აქცია იყო რაღაცა. მაგალითად რომ სარვამარტოდ იყო აქციები თქვა რაღაცა კოსმეტიკის პროდუქციაზე, ასევე იყო მაგალითად სამმარტთან დაკავშირებით მსგავსი ვარიანტი, როდესაც იყო მოცემული თუ გინდა რომ გენახავთ თქვა ფასდაკლების სია, ან თქვა გვენახავთ თუნდაც კონკრეტული აქცია რა იყო და რა პროდუქციაზე იყო აქციები, შემოთავაზებული ქონდა იქ ლინკი, რომელზეც გადასულიყავით ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო წამოსული ზოგიერთი მათგანი PSP-დან. აფთიაქებმა ძალიან ბევრმა მართლა დააგზავნა შეტყობინება, მაგრამ ძალიან ბევრი იყო აქედან ყალბი. ამიტომაც გაფრთხილება წამოვიდა იმ კუთხით, რომ არ ყოფილიყო ასე რომ თქვათ გადასვლა მომხდარი ამ ლინკებზე. უბრალოდ ეხლა რა ვარიანტია? ძალიან ცუდი შემთხვევა ის, რომ SMS-ად მოგდით თქვენ შეტყობინება, რომ თაღლითობაა და პლუს SMS-ის სახით მივიღეთ ისიც, რომ აქცია აქვს. ეხლა რომელს დაუჯერო, ხო? ის თაღლითობა თუ რა არის და ასე შემდგომ, ნუ გასაგებია. ძალიან რთულია მან გარჩია. ამიტომაც, ნუ ყოველ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე გზა მაგისი გამოცნობის. პირველი ის არის, რომ თუნდაც ესეთი წამყვანი კომპანიები, ვინც გახდებიან ფიშინგის მსხვერპლი, თუნდაც სოციალურ ქსელებში, თუნდაც თქვათ ტელევიზიით, ამ ცნობებს მომხმარებელს რომ რაღაცა გახშირებული ფაქტების გამო მომხმარებელს ვაფრთხილებთ, რომ გავრცელებული რაღაცა კიბერთაღლითობა და გთხოვთ არენდოთ SMS-ით მიღებულ შეტყობინებს მსგავსი ტექსტით. რა თქმა უნდა, როცა ტექსტი მოდის, ერთი შინაარსის ტექსტი მოდის და ის იგზავნება ყველა მომხმარებელთან. ამიტომაც თუ მსგავსი დაფიქსირდება, სანამ ის PSP-ს ქსელი და პროვაიდერები დაბლოკავენ მაგ ყალბ დომეინს, იქამდე რა თქმა უნდა ბევრმა მიიღო უკვე ეს შეტყობინება. რის გამოც ჩვენ რო გავარჩიოთ ყალბი რომელია და სწორი რომელია, რა თქმა უნდა ეს მაგის ფოტო იდება ხოლმე პირდაპირ, თვითონ მაგათ აფთიაქების ქსელს რახან შევეხენ მაგათ სოციალურ ქსელში, რომ აი ეს ტექსტი თუ მიიღეთ ზუსტად, ესე იგი ეს თაღლითობაა და პლუს წერია ზუსტი ტექსტი, თქვა როგორ უნდა ყოფილიყო თუნდაც. წესით და რიგით, როდესაც აქციები ხდება და მოდის, ძალიან ბევრი მათგანი ლინკს მართლა აკერებს შიგნით. ეს ჩვეულებრივ მოვალენა, შეიძლება თქვენ მიბმული ხართ პირადობის მოწყობით და თუ რამეს იყიდით მაგალითად, გეუბნება ეს აფთიაქი თუნდაც ან კიდევ კონკრეტული მაღაზია, რომ თუ სიტყვაზე ეს იყიდე, ხა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რახან ეს ნაყიდი უკვე გვაქვს, ფასდაკლებით მოგცე ნახევარ ფასში აი ეს პროდუქცია. ეს ჩვეულებრივ მოვლენა რა თქმა უნდა მართლა ესე იგზავნება და პლუს ლინკიც აუბროთ, რომ ნახოთ სია რა არის. ამიტომაც ეს ჰაკერებმა იციან, რომ ესეთი რაღაცები ხდება და მართლა ესე იგზავნება, რის გამოც მომხმარებელს ძალიან უჭირს მაგის გარჩევა, რომელია თაღლითური და რომელია არათაღლითური. ამიტომაც წესით და რიგით შევებია ასეთი რეკომენდაციები, რომ ტელეფონში მოსულ არც ერთ ლინკს არ დააწევით თქვენ. თუ მაინდა-მაინც გსურთ, რომ სიტყვაზე შემოწეს ეს ლინკი არის თუ არა სწორი, რა თქმა უნდა ჯობია ის გავხსნათ მაგალითად ცალკე, მაგალითად არის ხოლმე რაღაცა სრული ლინკი მოცემული მთლიანობაში რაღაც წერია თქვათ, მაგალითად PSP რაღაცა.com ესა და ეს. ჩვენ შეგვიძლია ეგ ბრაუზერში ავკრიფოთ, ოღონდ არ შევდივართ, დავაკოპიროთ, ან Google-ში მოვზემოთ ან რაღაცა მსგავსი, ოღონდ არ შევდივართ ლინკზე. უბრალოდ ლინკი მინდა რომ დავაკოპიროთ და შევიყვანოთ იმ საიტებზე, რომელიც გავრცელებულია მაგის შემოწმების, რომ თაღლითურია თუ არა, რომ გამოვლინდეს. აი მათ შორის ესეთი არის საიტი, ქვია virustotal.com და აქ არის მოცემული, აი ნახეთ URL ვარიანტი და აი აქ წერთ მაგ ლინკს. ოღონდ მე იმიტომ გითხრათ, რომ აკრიფეთ თქო, რომ აკრიფის შემთხვევაში არ შევდივართ. ეხლა თქვენ თუ დააწვევით და მე დააკოპირეთ რაღაცა მსგავსი, ხო? თავისთავად უკვე გადასვლას აფიქსირებს ეს და უკვე პრობლემაა.
ამიტომაც ეს რა მოხდეს მსგავსი ვარიანტი უნდა გავითვალისწინოთ. შემდგომი ვარიანტი გვაქვს ასე რომ ვთქვათ, თუნდაც სოციალური ინჟინერია. სოციალური ინჟინერია არის ასე ვთქვათ გავრცელებული კიდე მეთოდი კიბერთავლითობის, ასევე მეილებით, ასევე SMS-ებით და ასევე ვთქვათ, ბევრი სხვა ტექნოლოგიით, როდესაც ხდება კიბერშეტევები მომხმარებელზე. ოღონდ ესეც არის ასე ვთქვათ ორიენტირებული ფსიქოლოგიური მიდგომით. ანუ ფიშინგის ჩათვალეთ გარკვეული სახესხვაობა ინჟინერია, თუმცა მას თავისი მეთოდები გააჩნია ამ მხრივ, რომელიც ძალიან ბევრია. ესე იგი, რომ ავიღოთ ახლა ჩვენ მაგალითი ხო ამ სოციალური ინჟინერიის. ტაქტიკები აქვს ძალიან ბევრი. ნუ ეგ ნდობაზე დაფუძნებული თქვა, იქ შეიძლება იყოს სიტყვაზე გარკვეულ მიყოლას დამოკიდებული და ბევრი სხვა ვარიანტი. შინაარსი ერთი აქვს, რომ მაგალითად ჩვენ ან ტელეფონით დარეკვით, ან SMS-ის მოწერით, ან თქვა კონკრეტულად email-ს მოსულით, ან კიდევ თქვა თუნდაც ფიზიკურად ადამიანს ვატყუებენ ასე ვთქვათ პირდაპირ, ასე უხეშად დავარქვათ. ოღონდ უბრალოდ ჩვენ გონია რომ ის რეალური პიროვნებაა, ვინ ჩვენ გვესაუბრება, ვინ ჩვენ რაღაცას წერს ან რაღაცას გვავალებს, არადა რეალობაში არის თაღლითი. ეხლა მას რა ვერსიები გააჩნია ეგენი რომ გავარჩიოთ. პირველი არის მაგათ პრეტექსტირება ქვია ამას. ესეთი სახეობაა, რომ სცენარი ავიღოთ, მაგალითად კიბერთაღლითი ვინც არის, ასე რომ ვთქვათ, რეკავს კონკრეტულ მოხმარებელთან და ანუ ატყუებს, რომ ვითომ აი ესა და ეს პიროვნება ვარ და მისგან ინფორმაცია უნდა მიიღოს. მაგალითად, განსაკუთრებით ეს აქტუალურია ისეთ კომპანიებში, სადაც დანერგილი აქვს IP ტელეფონები. ხდება ასე, ახლა ქსელშია მიერთებული ეს ტელეფონები თავისთავად შეიძლება მოხდეს მისი ასე მიტაცება, ესე დავარქვათ და კონკრეტული ტელეფონზე შემოვიდეს ზარი და თქვა დაეწეროს, რომ თქვა რეკავს შარლო სვანიშვილი. ხა რეალობაში რა თქმა უნდა თანამშრომლები არიან, ერთმანეთს ზოგი იცნობს, მაგრამ თუ შედარებით ისეთი პიროვნება რეკავს, ვინც ასე თუ ისე არ ვიცი ვინა, ხო? თავისთავად ხმაზე ვერც იცნობთ ვინ არის ამ შემთხვევაში. ამიტომაც მან შეიძლება კითხოს რა ბოლო ჩარიცხვები რა იყო, აი თქვათ კომპანიაში რომ მითხრათ რა, ეხლა რაღაცა ვერ შევდივარ მე საიტზე, რაღაცა პრობლემა აქვს და იქნებ მიპასუხოთ. ნუ თქვენც ახლა ფიქრობთ რომ ეს ადამიანი რეკავს და ჩემი თანამშრომელია და მისი გვარი ფიქსირდება ტელეფონზე, მოდი ვუპასუხებ. აი ეს თაღლითობა რა თქმა უნდა ძალიან გავრცელებულია. განსაკუთრებით კიდევ ერთი პრობლემა არის თუნდაც ამის სახესხვაობის, როდესაც ხდება თუნდაც ფასიან ზარებზე განხორციელება დარეკვის კუთხით. მე მაგალითად ხო ყოფილა შემთხვევები, რომ თუ გატეხავენ თქვა ამ სატელეფონო ქსელს, ეს ტელეფონები ასე რომ ახდენენ პირდაპირ ზარების განხორციელებას ისეთ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ტარიფი აქვს სატელეფონო კომპანიას, თქვა რაღაცა 2 ლარი ღირს წუთი თქვა, ხო? არის ეგეთი რაღაც აფრიკის ქვეყნები, სადაც ეს ღირს ტარიფი. იქ რეკავს ეს. და ამ შემთხვევაში ხო ხდება ის, რომ ეს თანხები რა თქმა უნდა ეწერება კომპანიას და ნუ რაღაცა ბოლოს გარკვეულ თანხამდე ავა. ამიტომაც გარკვეული ლიმიტები არსებობს მაგ კუთხით, რომ რამდენის დარეკვა შეუძლია მომხმარებელს. ნუ ეს ერთი ვარიანტია სატელეფონო კუთხით. მეორე ფიშინგი წეგან უკვე ჩვენ გავარჩიეთ. ფიშინგიც ერთ-ერთი სახეა სოციალური ინჟინერიის. ნუ თავისთავად უკვე შევეხეთ მაგას. შემდგომი გვაქვს აი ეს spear phishing-ი, ნუ ქართულად ქვია წყალქვეშ თევზაო, მაგრამ რეალობაში ეს არის მიზანმიმართული phishing-ი ქვია მაგას, როცა კონკრეტულ ობიექტს ამოარჩევენ, კონკრეტულ პიროვნებას, კონკრეტულ ასე ვთქვათ თანამდებობის პირს, რომელიც უნდა გახდეს ამ თაღლითობის მსხვერპლი. და მარტო იმ ერთს მიუვა შეტყობინება ან SMS-ის სახით, ან თქვათ თუნდაც მეილის სახით, ან მასთან განხორციელება ზარი, რომ მოატყუდეს და მან რაღაცა პირადი ინფორმაცია გასცეს. ესე იგი, ავიღოთ მაგალითი. რადგან მსხვერპლი არის ერთი ადამიანი, გაცილებით მარტივია შეტევა. ოღონდ რა კუთხით? ეხლა ნახეთ, პირველი რახან მსხვერპლს ავირჩევთ ჩვენ, აუცილებელია ის მსხვერპლი ასე თუ ისე ზოგადად მაინც ვიცოდეთ, ვინ არის და დაახლოებით რა ინტერესები აქვს. ეხლა თუ ვიღაცამ უბრალოდ ბრმად მოახდინა მისი ასე ვთქვათ დაშანტაჟება ან რაღაცა გარკვეული ინფორმაციის მიღება, ხო? ეს არ შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ავიღოთ ახლა ქართული ვარიანტი, ხო?
ნუ ქართულ ვარიანტში ყველა სფეროზე რაღაცას თუ ისე იცის, ან მარტივია მისი გარკვევა. ნუ მეგობარმა იცის, იქ რაღაცა მეზობელმა იცის და ბევრი სხვა. შეიძლება ჩვენ გავარკვიოთ კონკრეტულ მსხვერპლზე ისეთი ინფორმაციები, თუნდაც სად ცხოვრობს თქვათ, რა ავტომობილი გადაადგილდება თქვათ, რა მოწონს მაგათ. შეიძლება მისი Facebook account-ი ნახოთ და ნახოთ სიტყვაზე რაღაცა საჯაროდ რა აქვს გაზიარებული ამ სოციალურ ქსელში. და ნახოთ მისი გემოვნება, აბა რა მოწონს და ასე შემდგომ. და ესეთი რაღაცა ბევრი ვარიანტი. ამ ხრივ რომელიღაცა საშუალებით მივიღებთ უკვე ჩვენ მის ინტერესებზე ინფორმაციას, თქვათ. თუნდაც ეგან მახსენე მანქანის შემთხვევაში, ეგ. ან ავიღოთ მეორე ვარიანტი, თქვათ. მაგ მხრივ, როდესაც ეს პიროვნება ასე თუ ისე რაღაცა სფეროში მოღვაწეობს, ყველა ვარიანტში იმ სფეროში რაღაცა კვალს ტოვებს. თუნდაც უბრალოდ რომ ვიღაცა აგედევნოს და თუნდაც შორიდან ერთი დღე მაინც გდიოს უბრალოდ სადად იხარ და სად მუშაობ და ასაკეთებ, ხო? ნუ всё, საკმარისია. თქვა დაგინახა რომ შეხვედი რაღაცა კონკრეტულ ბანკში და დაყომდი დაახლოებით იქ 3-4 საათი. ახლა 3-4 საათი რო გაჩერდა ადამიანს, იქ მუშაობ დაახლოებით. ან შენ დაცვას კითხო რომ აი ეს პიროვნება აქ მუშაობს, ან რაღაცა მსგავს, უბრალოდ ისე კითხო რა. ჯიგრულ პონჩი ასე დავაკავ ჭყალებში. ნაც გითხავს რომ კი თანამშრომელია ჩვენ და ხო აი რაღაცა დაუვარდა და მე მივცემ რომ გამოვიდა რაღაცა მსგავს. ხო, ჩვეულებრივი ვარიანტია. ეხლა რახან გაიგე რომ იმ ბანკში მუშაობს, შეიძლება უკვე ადრე და იმ ბანკის სახელით ვითომ ან მსგავსი მეილით მიწერომა შეტყობინება ვითომ სამსახურიდან წერენ რომ აი ეს დაუყოვნებლივ შეტყობინება რომელიცაც პასუხი ჭირდება და ვითომ უნდათ მისი ან პაროლი ან username ან რაღაცა ბარათი ინფორმაცია რომ თქვა შეიცვალა სახეფასო ანგარიშის ნომერი და თუ გსურთ რომ ხელფასი დროულად ჩაგერიცხოთ, გთხოვთ აი ეს და ეს ანგარიშები გამოსცათ. თქო, ამას აგზავნიან თვის ბოლოს. იმ დროს ზუსტად როცა უნდა ჩაირიცხოს ხელფასი. და მთავარი მოვლენა ეგ არის, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ 22-ში და 23-ში ნაკლები ყურადღება მიაქცევთ, მაგრამ როცა თვის ბოლოს ხდება ეს ყველაფერი ჩარიცხვის დღეს, ხო? იქ აქცენტი გაქვს უკვე ელოდები რომ ხელფასი ჩაირიცხოს, უცებ აღმოჩნდა რომ უი ანგარიშ ნომერი არ ქონიათ სწორი, ან სწორია, მაგრამ შეიცვალა მომსახურე ბანკი. და ცდილობ რომ ეს პრობლემა მარტივად უცებ მოაგვარო რომ ხელფასი მალე დაждდეს. ამიტომაც აღარ უკვირდები ეგ შენ ვინ მოწერა, რა მოწერა და შემდგომ და პასუხად უბრუნებ გარკვეულ მონაცემს, რომელიც მათ ჭირდება და აღარ უკვირდები ადამიანი იმას თუ ეს ინფორმაცია მართლა ჭირდება თუ არ ჭირდება. ან რატო დაჭირდა თქვა პირობით, ან არ იცოდა თუ რაღაც. ნუ ასე შემდგომ. ნუ ბევრი რაღაცა ეჭვი შეიძლება მაგას დაიბადოს. ესეთი ბევრი ვარიანტი რა თქმა უნდა არის, ნიშნავს რომ კონკრეტულ პიროვნებაზე შეიძლება ასეთი განხორციელება შეტევის. სპამი გასაგებია, წეღანაც ვნახეთ ჩვენ, არასასურველი მეილი, რომელიც მოდის თუნდაც ჩვენს ტელეფონებში და მოწყობილობებში, მეილის სახით და ძალიან ბევრი არის სარეკლამო, თუნდაც სხვადასხვა მეილებიდან შემოსული ინფორმაცია არის, თუნდაც ავეჯის დამზადებაზე, იქ რაღაცა თქვა კონკრეტულად სარეკლამო კომპანიები არის, რომელიც თავაზობენ რეკლამირებას და ბევრი სხვა. ზითაც შეგეთებია. თუმცა ამ სპამს ბევრი მოყვება, რომელიც არის სახიფათო ჩვენთვის, სახიფათო ლინკები და არის ფიშინგური ტიპის. შემდგომ არის მოცემული ასეთი რაღაცა, ქვია კვალდაკვალ მიდევნება, როდესაც ესეთი ტაქტიკა სოციალური ინჟინერიის ხდება თუნდაც კონკრეტულ ობიექტზე შესვლა, ისე რომ ვითომც არაფერი ისე რომ მოხდა, ანუ ვითომ ვიღაცას მისდევდა, ან რაღაცა თქვა გეჩქარება და უცებ-უცებ შევარდე რომ აი მეჩქარება და მე გავატარებ საშუალო და რაღაცა მსგავსი. ეგეთი ვარიანტი. მოგეთ ყველაზე გავრცელებული ამ სოციალურ ინჟინერად არის, რა თქმა უნდა, ფიშინგი, მიზანმიმართული ფიშინგი და სპამი. დანარჩენი სხვები ნაკლებად გავრცელებულია და ნაკლებად შეიძლება იყოს თქვენ სფეროში. უფრო არის. თქვენ შეხება გაქვთ ყველავანში მეილთან, ყველავანში შეხება გაქვთ, რა თქმა უნდა, SMS-თან და ასევე, რა თქმა უნდა, ტელეფონში შეხება ყველას გვაქვს და აი ეს სამი წყაროა ყველაზე მეტი. რაც შეხება კიდევ ერთ ვარიანტს, რომელიც გამოიყენება აი ამ კუთხით, რომ თაღლითობა მოხდეს, ეს არის კიბერთავდასხმები, ასე რომ ვთქვათ, საბანკო სფეროში, ასე რომ ვთქვათ, გადახდებზე და ბევრი სხვა. მოგეთ შეტევები ფინანსური კუთხით. ანუ ფინანსური თაღლითობა ასე დავარქვათ. ცოტა ხანში მე მოგცემთ ასევე ლინკსაც. არსებობს ერთი საიტი ქვია FinEduGo.g, რომელთაც აქვს ასე რომ ვთქვათ, შექმნილი
საფინანსო თაღლითობების მთელი, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი რა შეიძლება იყოს და თითოეული განმარტება მოკლედ და პლუს პატარ-პატარა მონაკვეთებით ახსნა თუ როგორ შეიძლება იმასგან თავი ავიცილო. თავი ავერდოთ ასე ვთქვათ. პირველი, რა თქმა უნდა, პლასტიკური ბარათი ყველა ჩვენგანს 100 თუ ისე გვაქვს. ზოგს 2, ზოგს 5 და ზოგს 10 შეიძლება გქონდეს და რა თქმა უნდა მივყნებთ ყოველდღიურობაში. პირველი კიბერთაღლითობა რაც არის ამ კუთხით არის ქვია სკიმერი. სკიმერები ეს არის ასე ვთქვათ პატარა მოწყობილობა, რომელიც მონტაჟდება ბანკომატში, ისე რომ შეუმჩნეველი იყოს მომხმარებლისთვის, ვთქვათ, იმ ადგილსაც იდება ბარათი მაგალითად. ან კლავიატურაზე შეიძლება იყოს, ან შეიძლება იყოს თუნდაც ეკრანზე და ასე შემდეგ. ბევრი ვარიანტი, მოკლედ 3 ლოკაცია. ამ შემთხვევაში ხო, ეს სკიმერები უღებს ან ფოტოს, ან იწერს ინფორმაციას, რომელიც თუნდაც ბარათს გააჩნია, იმიტომ რომ ჩადებისას ხო ის ასკანერებს ინფორმაციას და უყურებს. ასევე შეიძლება იყოს ის, რომ კლავიატურაზე შეიძლება დაკრული იყოს რაღაცა თხელი ქაღალდივით, ასე ვთქვათ, რომელიც გამჭვირვალე არის და არ ეტყობა რაღაც აკვირია და რამასაც აკრიფავთ თქვენ, ის ასე ვთქვათ, იმ ანაბეჭს აიღებს და უკვე იცის, რომ რა კოდი შეიყო მომხმარებელმა. ესე იგი, ბარათი იცი, კოდი იცი, ხო? და უკვე მარტივი ხდება მისი ასე ვთქვათ, თუნდაც გაყალბა ერთი. ეხლა თავს როგორ ვიცავთ მაგისგან. პირველ რიგში ხო, ყველა ვარიანტში შეამოწმოთ ხოლმე ბანკომატთან, თუ რა თქმა უნდა დრომი აქვს მაგას, მაგრამ მაინც ზოგადად დაათვალიერეთ, რამე უცხო მოწყობილობა ხო არა ახლო-მახლოს, ან ბანკომატის შიგნით, ასე ვთქვათ, ან ეკრანზე, ან ბრატს ადგილას, ან კიდევ ღილაკებთან, ხო? დამონტაჟებული, რომელიც ჩანს როგორც კუსტარულად დამზადებული რაღაცა გამონაზარდი ასე დავარქვათ და არის უშნოდ დამონტაჟებული ან რაღაცა მსგავსი. ანუ იმის ადგილი რო იქ არ არის და უბრალოდ რო ჩატნილია ბოდიში ასე რო ვთქვათ და იქ უბრალოდ იქ რო დებს. აი ეგეთი რაღაცებს დააკვირდით ხოლმე ყველა ვარიანტში. ეხლა ბანკომატი ისეა მოწყობილი წესით დარეგით, რომ მსგავსი რაღაცები არ აქვს და თუ რამე აქვს, ნიშნავს რომ უკვე არის ისე ჩანს, რომ წესით დარეგით თუ კარგად დააკვირდები, გამოავლენ რომ რამე ზედმეტი აქვს იმ ბანკომატს. ეგეთ ბანკომატს რა თქმა უნდა არ გამოიყენებთ, ყველა ვარიანტი მიმართავთ უკვე უახლოეს ბანკომატს, თუ მსგავსი რამე შენიშნეთ. მეორე, განსაკუთრებით დღეს ეხლა პანდემიის პირობებში ხო, ძალიან დიდი რიგები დგება ხოლმე მაგალითად, თუნდაც ბანკომატთან. დისტანციას არ იცავს ხალხი და ერთმანეთს უყურებს და შეიძლება თუნდაც ისარგებლოს ამ სიტუაციით და ვიღაცამ დაიწყოს ყურება, ნუ რაღაცა უკინან, თუნთან მაღალია და ასე შემდგომ, რა კოდი შეგყავს, დაგაკვირდეს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ ჩვენ რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ ბანკომატთან, რომ კანით ფარავდეთ კლავიატურას, რომელთაც შეგყავს ჩვენ პინ კოდი და შემდგომ ავკრიფოთ ეს კოდი. ეს არის რაც ჭირდება ბანკომატთან უსაფრთხოებას. სკიმერი და აი ესეთი მაგას ქვია ზურგს უკან თვალთვალი, რომ ვიღაცამ არ დაინახოს რა კოდი ავკრიფე. ან რამდენი ქონდა ბალანსი ანგარიში თუნდაც. ეგ ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ბარათი ძალიან ბევრ რაღაცას ვიხდით ყოველდღიურობაში, მაღაზიებში თქვათ, ბენზინგასამართ სადგურებში, სასტუმროში და ასე შემდგომ ლოკაციებში. ამიტომაც ჭირდება მას უსაფრთხოება. ეხლა რაში? ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა და კიდევ არის მსგავსი შემთხვევები, რომ თუნდაც ბარათის გატარებისას, ხო, ბარათს გართმევთ ოპერატორი და მიაქვს და გაატარებო რაღაცა გეუბნება, თქვათ, აი დამტენზეა შეერთებული, თქვათ, აი ეს აპარატი და მოდი იქ მივიდა გავატარებ. ნუ თქვენც რა თქმა უნდა, ნუ ატანთ ბარათს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაატანოთ ბარათი არავის და უნდა მოითხოვოთ, რომ ტერმინალი ახლოს მოიტანონ. თუ დასატენია და ასე შემდგომ და რაღაცა პრობლემა გამოაზროს დროებით და რომ გაატარებ ესე შეერთოს, რა პრობლემაა. ნუ ზოგს ეზარია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც. ამიტომაც აუცილებელია ბარათი გატარდეს თქვენი თანდასწრებით. უნდა ხედავთ მთლიან ბარათს, რომ ვიღაცამ ან ტელეფონით, ან თქვათ სხვა მოწყობილობით არ გადაუღოს ფოტოსურათი ამ ბარათს, ორი მხარეს თუნდაც. ანუ ისეთ უცხო გარემოში არ უნდა მოხდეს ეს ბარათი, რომ ჩვენ ვერ დავიწყოთ მისი კონტროლი. უნდა ყველა ვარიანტში ვხედავთ რა ხდება მის ირგვლივ და ვინ სად დაადო. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, აუცილებელია ბევრ თქვენგანაც ჩართული გაქვთ SMS შეტყობინება, მაგრამ მაინც ვისაც ჩართული გაქვთ ჩართეთ ყველა ვარიანტში SMS შეტყობინება, რომ რამდენი ჩამოჭრა თანხა. რაც მალე დაინახავთ მაგას, უკეთესია, იმიტომ რომ თუ მალე დავინახავთ, რომ თანხა ჩამოჭრა თქვა სიტყვაზე
100 ლარიდან ჩამოჭრილი 50 ლარი, უკვე მივხვდებით, რომ გარკვეულ თაღლითობას აქვს ადგილი და მოხდა გამოყენა მაგის. განსაკუთრებით ხო გარკვეულ ტრანზაქციებზე PIN კოდი არ მოითხოვება. რის გამოც, შეიძლება ჩვენ რომ 30 ლარის პროდუქცია ვიყიეთ, რაღაცა გატარდა 45. მიაქცეთ ყველა ვარიანტში SMS-ში მოსულ შეტყობინებას, რამდენი ლარი ჩამოეჭრა მაგას ჯამში. ეს არის თავად და თუ ჩართული არ არის ეს სერვისი, ხო, ყველა ვარიანტში ჩართით ეგ სერვისი ამ მხრივ. ეს მეორე. მესამე, გარდა ბენზინგასამე სადგურისა, თქვა, არის სასტუმროები, არის კაფეები და ასე შემდგომ, ყველგან ვითხოვთ, რომ ტერმინალი მოიტანეთ და აქ გადავიხდით თანხას. არავის არ ატანთ ბარათს. ეს შანსზე შევთანხმდით. შემდგომი, რაც ამ ბარათთან დაკავშირებული საფრთხეები არის ის, რომ თუ მაინც ვიღაცამ რაღაცა გზებით გაიგო ბარათის წინამხარე, გვარი სახელი, ბარათის ვადა, თქვა, ამდენ ხანი აქვს ვადა პირობითად, უკანა მხარეს მიწერილი 3-ციფრიანი CVV კოდი და ასე შემდგომ, უკვე მას შეუძლია თქვენი სახელით გამოიწეროს გარკვეული საიტებიდან პროდუქცია. ანუ შეკვეთა განახორციელოს თავისთავად პრობლემის გარეშე. იმიტომ რომ იქ PIN კოდს არ ითხოვს და არაფერს არ ითხოვს. უბრალოდ მონაცემია შეიყვანოს ბარათის და всё, გადაიწყოს რაღაც თანხას ან კიდე თუნდაც რაღაცას იყიდის. ამიტომაც ჩვენ აუცილებელია ჩართული კონდეს 3D უსაფრთხოება, რომელიც ახალი, ასე ვთქვათ, ძალიან ახალიც არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ახალი ითვლება. 3D უსაფრთხოება გულისხმობს შემდეგს, რომ ნებისმიერ ტრანზაქციაზე, რომელიც თუნდაც ონლაინ ხდება, თანხის ჩამოჭრისას საიტი მოგთხოვს, რომ შევიყვანოთ SMS კოდი, რომელიც მოგვივა ჩვენ ტელეფონზე. თუ ბანკმა არ შემოგთავაზეთ ეს სერვისი, ყველა ვარიანტში თქვენ თვითონ დაინტერესდით მაგით, რომ მივხვდეთ უთხრათ 3D უსაფრთხოება ჩამირთე, თუ თქვა რომ ჩართული, ესე იგი კარგია, ძალიანაც კარგი, თუ არა და ყველა ვარიანტში გააქტიურება ხდება უფასოდ. ამაში დამატებით თანხა, რა თქმა უნდა, არ არის გადასახდელი, ამიტომაც შეგიძლიათ მარტივად ჩართოთ ეს სერვისი. რაც გულისხმობს თუნდაც Amazon-ზე ყიდვისას, თუნდაც თქვა რაღაცა საიტზე ყიდვისას, ხო, ყველა ვარიანტში მოგეთხოვება თანხის ჩამოჭრაზე SMS კოდი. ისე ტრანზაქცია არ მოხდება. აი ეს არის ამისი დაცვის კიდევ ერთი მექანიზმი, რაც თავისთავად კარგია. ეს მოკლედ SMS-ი გვაქვს, ეს გვაქვს. და განსაკუთრებით კარგია კიდევ, თუ თქვენ ონლაინ ბანკს აკონტროლებთ, ან აპლიკაციით აგინდა თქვა თუნდაც ტელეფონთან, თუნდაც ბრაუზერით, რომ შეგვიძლია თუ არა ბარათის დაბლოკვა. ყველა მენიუში რა თქმა უნდა ჩანს ბარათის დაბლოკვა. თუ სიტყვაზე უკონტროლოა პროცესი და ვერ მოახდინეთ დაცვა ამ ბარათის და აღმოჩნდება, რომ გარკვეული თანხა ჩამოეჭრა ისე რომ არ უნდა ჩამოჭრილიყო წესით და რიგით, გადახდა მოხდა, მაგრამ ჩვენ გაგვეკეთებია ეს ქმედება, ნიშნავს რომ უკვე ვართ თაღლითობის მსხვერპლი და ყველა ვარიანტში ბარათი დაბლოკეთ. ეს არის უკვე კიდევ ერთი მაგალითი მაგისი, რომ პირდაპირ აპლიკაციით, ტელეფონში აპლიკაცია მაგისი, ყველა ამაზე მიბმული, TBC, თქვა VTB, საქართველოს ბანკი, ყველაფერს აქვს ეს აპლიკაცია, ჩამოწერთ და იქ პირდაპირ არის მენიუში, რომ ბარათის დაბლოკვა. ეგრევე უცებ, თუ რაღაცა არასასრული ტრანზაქცია მოხდა, რომელიც არ უნდა მოხდარიყო, ეგრევე ბლოკავთ ბარათს. მე მიმართავთ უახლოეს სერვის ცენტრს, მოახსენებთ, რომ ასეთი რაღაცა მოხდა ტრანზაქცია და უკვე ისინი ახალ ბარათს დაგემზადებენ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ის ბარათი უკვე რახან გაგებულია და ვიღაცა მონაცემი უკვე იცის, ხო? რა თქმა უნდა, იმ ბარათს გამოყენება უკვე რა თქმა უნდა აღარ არის რეკომენდებული და თქვენ ანგარიშს უკვე მიაბავენ იმ ახალ ბარათს, რომელიც ახალი კოდი აქვს, ახალი თარიღები აქვს, ახალი CVV კოდი აქვს, რომელიც უკვე სხვებმა არ იციან. ეს არის კიდევ ერთი ასე ვთქვათ გზა, ამისი ასე ვთქვათ დაცვის კუთხით. რაც შეეხება ფინანსურ კუთხით, თავდასხმებს და ასე შემდგომ, ხო, რომ გავაგზავნოთ ჩვენ. არის კიდევ ერთი განხრა, თუნდაც ყალბი თანხა ვთქვათ. მე რო საიტს მოგცემთ ცოტა ხანში და გაჩვენებ, თუნდაც იქ არის მოცემული ყალბი ფული როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა, თქვათ, ხო? რომ არ იყოს ასე ვთქვათ მაგისი მსხვერპლი. იქ არის ბევრი ასე ვთქვათ ნიშნები მაგისი, მაგას უკვე ნახავთ თქვენ. თავისთავად ეს ცალკე თემა. თუმცა მაგის გარდა ასევე ჩვენ გვაქვს კიდევ თაღლითობა ფინანსური კუთხით, ქვია ფინანსური პირამიდები, როცა კონკრეტული კომპანიები გთავაზობენ, თქვათ, რომ ჩაერთოთ ამ საქმიანობაში, მაგრამ თუნდაც გაგიგიათ ესეთი თემა იყო QNet-ი, რომელიც ბოლოს აქტუალური იყო. გთავაზობენ, რომ თქვათ რაღაცა შემოთავაზება აქვთ. გარკვეულ თანხა უნდა ჩადო იქ, თქვათ რაღაცა იწყებ $500 და გეუბნები, რომ ეს თანხა გაგიორმაგდება და მაღალ პროცენტს მოგცემ, თუ კიდევ ორ ადამიანს დაამატებ შენ და შენ გულში გაყოლება და
ასე შემდგომ. რაღაც ჯაჭვი ეწყობა ამისი. რა თქმა უნდა, ვითომ არაფერი არ ეტყობა ამას, რომ არის თაღლითური, მაგრამ არის ესე. ან მეორე ვარიანტი, ვითომ იმ $300 და $500 რაღაცა ნივთს ყიდულობ და გაქვს ეს ნივთი. ანუ ფული არ გეკარგებაო, გეუნდება. ყიდულობ რაღაცა ვითომ ოქროს, ვითომ ყიდულობ რაღაცა თქვათ ტექნიკას ან სასწავლო კურსებს, ან ტურისტული რაღაცა კუთხით დასვენების ბილეთს და გიდევს. და თუ რაღაც საქმე ვერ წავიდაო კარგად, ხო? ამ თანხას შენ ისევ იღებო და ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, ვიღაცა რომ ფულს იშოვი და ასე რომ თქვა, მაგას უკვე გარკვეულ თანხას მიიღებს, ის ისე წავა რომ ვერც გაიგებ და უკვე თქვენ რჩებით ცარილზე. ეს პირამიდა ასე თუ ისე მუშაობს იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ზედარ გოლში. ანუ ვინც დაიწყო, ის მაგარ მოგებაში გავა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ბევრი ჩართო ამ თაღლითურ სქემაში და თითოეული მათგანისგან მიიღო პროცენტი უკვე და თანხა მიღებული აქვს, მაგრამ ცოდუ არის ყველაზე მეტად ის, ვინც შუაში მოყვა ან ბოლოში მოყვა. რომელსაც თქვა, ვეღარ იშოვა კლიენტი და ვეღარ გამთავრდა ეს წინწა ვერ წავიდა და დარჩა ის ფულის დაკარგა და ვсё, ვერც მოგება ვერ ნახა ვერაფერი. ზოგი მართლა იღებს მოგებას. ანუ ეს თაღლითური სქემა თავისთავად, მაგრამ გააჩნია რგოლში სად მოხდა. ხა მაგას ხوار დავუწყე კონტროლს, მე რამდენი ვარ და ჩემზე ვითვინა და შემდგომ. ხო, ამიტომაც ესეც სქემაა, რომელიც სანდო არა. გარდა ამისა, ვინც თქვათ ფლობ ЧПС-ს ან თქვათ სიტყვაზე გაქვთ რაღაცა ინდმენ წარმეხართ ან რაღაცა მსგავსი, მათთვის მოდის ხოლმე ძალიან ბევრი შეთავაზება, თუნდაც რომ ხომ არ გინდა გახდე კონკრეტული აი ამ კომპანიის აქციონერი, თქვათ რაღაცა 1% ღირს რაღაცა $500 და ასე შემდგომ. და ნუ სქემა მოცემული, თქვათ განმოდებით შეგვიძლია გაკეთება რაღაცა მსგავსი, ეგეთ შეტყობინებები. ყველა მათგანი არის უმეტესობა თითქმის თაღლითობა. ესე არავინ დაიწყებს რაღაცა რეკლამირებას, თუნდაც კომპანიები, ბროკერების, რომ აი მოდი ჩემი აქციები იყიდე. იქ არსებობს საიტი ჩვეულებრივი, ელექტრონული საიტები თავისთავად, სადაც თქვენ შედიხართ ეროვნული ბანკის საიტზე, ამოწევთ რომ მართლა არის თუ არა ეს ავტორიზებული კომპანიასაც შეუძლია ამისი გაყიდვა და თუ რწმუნდებით რომ კი მართლა ეს რა თქმა უნდა ესეა, თავისთავად შეგვიძლია უკვე მისი ასე ვთქვათ გამოყენება. მოგეთ აი ეს ვარიანტები გვაქვს კიდევ აი ამ ბარათებს და თაღლითობის კუთხით, ყველაზე გავრცელად შეიძლება იყოს აი ეს მიმართულები. ნუ ამ საკითხებს იმიტომ შევეხებე რომ ეს არის ყველაზე თავარი, რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში ხვდებით და რა თქმა უნდა ჭირდება რეკომენდაციები რა დროს როგორ ვიქცევით. კიდევ ერთი საკითხი რაც გვინდა ამ ფიშთან დაკავშირებით არის ფიშინგის კიდევ ერთი სახეობა ქვია ფერმინგი. ამასაც შევეხები და ეს თემა ასე ვთქვათ ამით ამოვწუროთ, როცა ჩვენ ხვდებით ყალბი ვებგვერდის მსხვერპლი. აი ნახეთ, აი აქ მოცემულია ბოქლომი ახატია და ზოგს ბოქლომი არ აქვს, თქვათ, რაც ნიშნავს რომ ეს საიტი შეიძლება იყოს ყალბი, იმიტომ რომ მას არ აქვს დამადასტურებელი, ასე რომ თქვათ, საშუალება, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს საიტი მართლა ეკუთვნის, ასე რომ თქვათ, კონკრეტულ კომპანიას ან ორგანიზაციას. ამიტომაც ისეთ საიტებზე, რომელსაც არ აქვს ეს ბოქლომი და არ უწერი აქვს HTTPS, ბოლოში S-იანი, ეგეთ საიტზე არ შეიყვანოთ არაფერი ინფორმაცია. არც, თქვათ, პირადი ინფორმაცია, თქვათ, სახელი, გვარი, არც მეილი, თქვათ, არც საბარათე ინფორმაცია. და პლუს, თუ სადმე რეგისტრირდებით, ხო, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში კარგად დააღვით, რა ლინკზე შედიხართ. რა საიტია, მისი ვინაობა გადამოდეთ აი ამ ბოქლომის დაჭერით და არის აქ მოცემული სერტიფიკატის აგერ ლინკი. და აი აქ ჩანს უკვე, რომ ეს ნაყიდი სერტიფიკატია მართლა და ასე მუშაობს. ესე იგი, ახლა რა ვარიანტია აქ, რომ თვითონ ბრაუზერი მოწყობილია ისე, რომ ამ სერტიფიკატს ყველა საიტს უმოწმებს. და თუ ვერ დაინახა, აქ გადახაზულ X გვიჩვენებს ან კიდევ ყავისფერს ან არ გვიჩვენებს საერთოდ. და თუ ჩანს, ესე იგი, ბრაუზერმა დაინახა, რომ ეს ვალიდური საიტი ყოფილა და უკვე შეგვიძლია მისი დობა ასე თუ ისე. ძალიან ბევრი მსგავს საიტია, თუნდაც ახლა ეს რა ვიღოთ თქვა ჩვენ. აი ეს საიტი შემიძლია მე მსგავსი დავამზადო მეც, უბრალოდ ექნება აქ S-ის გარეშე. რაც გულისხმობს, რომ ვალიდური არაა, რაც შემდეგ ახლა თუ თქვენ ყალბ საიტს ამზადებთ, ხო? ყალბ საიტს არავინ დაგიდასტურებს, რომ ეს საიტი იყოს ავტორიზებული. არც ერთი კომპანია არ იტყვის იმას, რომ აი ეს რახან ვიღაცა მოვიდა უცხოპი და მეუბნეო რომ აი საიტი მოდი დამიდასტურე და სერტიფიკატი მომეცი, ამას არავინ არ იზავს.
ამიტომაც თუ რამეს აქვს სერტიფიკატი, ესე იგი არის სწორი, ასე ვთქვათ, და არის ჯანსაღი. აი ნახეთ, მაგათ მოცემულია, რომ გამოშვებულია ვისთვის და პლუს ვინ გამოუშვა. აი ეს კომპანია Rapid SSL არის ავტორიზებული კომპანია, ვინც ეს სერტიფიკატი გასცა. აი ეს კომპანია, თქვენ თუ მიაკითხავთ, თქვა ეთქვით, რომ აი ეს საიტი მაქვს და მინდა მისი ვალიდაცია, ძალიან ბევრ რამეს გამოკითხავთ მონაცემის სახით, რომ დაარწმუნდეს, რომ ეს თქვენი ვებგვერდია და პლუს ყალბი არა. და შემდგომ გასცემს უკვე რაღაცა თანხის სანაცვლოდ კიდევ აი ამ სერტიფიკატს. და უკვე ბრაუზერი ამას დაინახავს, ხო უკვე გენდობა თქვენს იმის საშუალებით. ეს ამ თავარი. მოგეთ აი ეს სცენარები გვაქვს ჩვენ, თითქოს არის ვები, ფიშინგი, არხები, აი რა, მეილი, ყველაზე ძირითადი რა თქმა უნდა, სატელეფონო კომუნიკაცია, ბარათები და აი ეს საიტებთან მუშაობა. აი ეს არის ამ თაღლითობების სახეობები, რასაც მე ხა შევეხები და თითოეულ თქვენ მასალაშიც ნახავთ უკვე კიდევ ცალსაკე სცენარებს რა და როგორ არის. და პლუს აი ამ საიტს გაჩვენებთ ბარემ ბოლოს როგორც შეთანხმდით. fin.edu.gov რომელიც შექმნილია ასე რომ ვთქვათ, გარკვეული დაფინანსებებით, ანუ ფინანსური რჩევებია მოცემული და არა მარტო ფინანსური, თუმცა ბევრი რაღაცა. აი აქ არის ნახეთ მოცემული განყოფილება, ქვია ფინანსური უსაფრთხოება. ამას რომ დააწებთ თქვენ, გამოჩნდება აგერ ფინანსური უსაფრთხოების არსი. რა იგულისხმება თქვათ. თავლითობის სახეები. აგერ ფიშინგი რა არის, ბარათების უსაფრთხო რა არის, პირადი ინფორმაცია, პირამიდები რა არის და ასე შემდგომ. თითოეული წერია და პლუს თითოეულს წერია რჩევები, მოკლედ, როგორ უნდა დავიცვათ თავი კონკრეტულ თემატიკაში. ჩვენ მასალაშიც რა თქმა უნდა წერია ეს რაღაცეები, სხვა კუთხით წერია უკვე და ბევრი, აქაც რა თქმა უნდა თითოეული გარჩეულად საცალკე და შემდეგ. და პლუს ქვემოთ რომ ნახავთ თქვენ, აგერ მოცემულია ვიდეოებიც, ჩანაწერების სახით, რომ პირდაპირ ნახოთ თქვენ იქ ვიდეო პატარა ანიმაციების სახით, თუნდაც ან თქვათ კონკრეტული ვიდეო რგოლი შეიძლება იყოს, რომელიც გავრცელებს თუ ეს როგორ უნდა იყოს თქვა დაცული, გაჩვენებს პირდაპირ ლაივში, რომ აი ამას მიაქცია ყურადღება ამას და ამას და ასე შემდგომ. ნუ ჩვენ ტრენინგიც ახლა ამ შემთხვევაში ეს 1 საათი რაც ამას დაუთმეთ, ერთგვარი ეს ვიდეო იქნება ასევე ესეც მსგავსი ვიდეო რგოლი მაგისთვის, რომ აი ესეთი ფინანსურ თვალთაობებს ასე თუ ისე რომ მოვექცეთ ფრთხილად. ეს არის და ეს. ეხლა რაც შეეხება, ნუ კითხები თუ რამე გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. გავიაროთ, თან ცოტა ხანი ასე თუ ისე დავპაუზდებით, ასე რომ ვთქვა და მე უკვე სხვა თემებით დავიწყეთ. ეს იყო პირველი ნაწილი ამ ასე ვთქვა საკითხებს, რაც ჩვენ გვინდა. თუ რამე ქონიათ მსგავს შემთხვევა, ან თუ რამეს უჩივით თქვა ამ ხრივ ან რაღაცა გაქვთ მსგავსი პრეცედენტი, შეგვიძლია გავიაროთ და განვიხილოთ ეგ საკითხები. დიდი მადლობა ბატონო შალვა. უფრო რაღაც საინტერესო არის დღევანდელ აქტუალური ძალიან გავრცელებული პრობლემები არის, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. სხვათა შორის თუ მიაქციეთ ყურადღება შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება პარლამენტში, მანაც აღნიშნა, რომ ძალიან გახშირებული არის ინტერნეტ თაფობის სქემები და სხვა სახის ჰაკერული თქოს შეტევები და კიბერდანაშაული ზოგადად რა. და ნუ ამას ახლა სხვა ვერანაირად ვერ უშველით კიბერდანაშაულს გარდა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ეს ცნობიერება ავიმალოთ და მეტი ვისწავლოთ. როგორ დავხვდეთ ამას? ამ ასე ვთქვათ ის არის კიდე რომ ნუ რაღაცა თქვა ვირუს დაბლოკავ თქვა წაშლი, მაგრამ მეილს ხვალ შეზღუდა, უნდა მოგივიდეს ყველავანში რაღაცა და მიიღო და ამიტომაც აი ეს SMS-იც მაინც მოგივა. უბრალოდ იქ ამორჩევა რომელია სწორი, რომელია თაღლითური, ხო? აი უნდა შევძლოთ თავარი ეს არის, თორე მეილი თუ მთლიანად გააჩერდა და არ მიიღე და არ იმუშავა Excel-ში, ნუ ეგ გამოსავალი რა თქმა უნდა არ იქნება. რა თქმა უნდა. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას ვერ უშველის მოკლედ, აი ამის პრევენციას, ანუ ვერასოდეს ვერ გვექნება ესეთი იდეალური გარემო, რომ თაღლითებმა ეს თავის საქმიანობა არ შეასრულოს. თან მაშინ, როდესაც
დღევანდელი კანონმდებლობა არის ისე შექმნილი, რომ არასრულ უწყლოვნებს არც ჯის სათანადოდ ამ მიმართულებით, ანუ ხშირ შემთხვევაში თაღლითები და ასე ვთქვათ, ამ სქემის შემქმნელები და ამ სქემაში მონაწილე ტიპები არიან არასრულწლოვანი პირები, 14-15 წლის ბავშვები, ახალგაზრდები და მათ მიმართ ვერ ხორციელდება სისხლისამართლის დევნა და კანონმდებლობით სრული პასუხისმგებლობით მოთხოვნა. შესაბამისად, ისინი უფრო თამამები არიან, თამამად ახორციელებენ კიბერდანაშაულს და ჩვენ სამსახურიდან გადაღლილები, როგორც შალობძანა, ხშირ შემთხვევაში არ ვაქცევთ ყურადღებას ამ წვრილმანებს, რომლითაც შესაძლოა ჩვენ დავზარალდეთ ან დაზარალდეს, თქვათ, ჩვენი მეგობარი კოლეგა. ხშირად არის გავრცელებული დღეს თქვენს მიაქცევით ალბათ ყურადღებას. აი Facebook-იდან გვწერს ჩვენი ნაცნობი ვინმე, ნამდვილად ჩვენი ნაცნობი არის, ჩვენი Facebook მეგობარია, შესაძლოა ეს იყოს ჩვენი თანაკურსელი, ჩვენი მეზობელი, მეგობარი, რა ვიცი, ნათესავიც და გვწერს რომ რაღაცა პრობლემა მაქვს გზაში გავჩერდი, დავკარგე ბარათი და თუ შეგიძლიათ ჩამირიცხო რაღაც ამ ანგარიშზე თანხა. მათ შორის გამოგიტყდებით და მეც გამختار ვარ ასეთი დანაშაულის მსხვერპლი. ერთხელ მომწერა ჩემმა კურსელმა აკადემიაში ვსწავლობდით ერთად და ნამდვილად მისი პროფაილი იყო, ნამდვილად მან მომწერა. დიდ თანხაზე არ იყო საუბარი და ამიტომ რაღაც არ დავეჭვდი და ასე დიდი გამოძიება არ დამიწყია, რომ ეხლა 20 ლარი ჩამერიცხე თუ 30 ჩამერიცხეზე დადასტურებები მომეთხოვა ან დამერეკა და გადამემოწმებია და რაღაც. აღმოჩნდა რომ მისი Facebook პროფაილი გატეხილი იყო, ანუ მისი იუზერი გატეხეს და მისი იუზერ პროფაილით მომწერეს არა მარტო მე, არამედ სხვა მის ასე ვთქვათ, Facebook მეგობრებს მისწერეს, მათ შორის იქნებოდა რეალური მეგობრებიც ბევრი და ძალიან ბევრი ალბათ მოხდებოდა, ბევრი დაზარალდა ამ სქემის გამო. აი ამ ტიპიური თაღლითური სქემის გამო და მერე რომც გაასაჩირო და პოლიციამ დაიწყოს ძიება, შესაძლოა დამნაშავეც ვიპოვოთ, ვინ არის ეს, ვთქვათ, ის ჩაურიცხეთ და ვინ ითაღლითა, ხო? მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს დამნაშავე არის არასრულწლოვანი, ხშირ შემთხვევაში არის 14-15 წლის და ჩვენ უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთ, თანხა დაკარგულია, ზარალი გვაქვს და მოკლედ ეს გავრცელებული თაღლითური სქემა არის დღესდღეობით ხშირად. და ალბათ თქვენს შეიძლება გქონიათ მსგავსი შემთხვევა. მოკლედ ბევრი მიმართულება არის, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება აი ამ ინტერნეტ სივრცეში ნავიგაციის დროს და სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით არის აქტუალური აი წეგან მახსენე მიზანმიმართული შეტევებია თქო ფიშინგის. აი მაგ შემთხვევაში ხო თქვენ ეცადეთ რა შეიძლება წრე სამეგობრო შეამციროთ, იმიტომ რომ ეხლა დღეს უყურებთ თუნდაც რომ ძალიან ბევრი ყალბი იუზერებია შექმნილი, ყალბის სახელებით და გვარებით, რომლებიც თვითონ და მეგობრებიდან ოღონდ ისეთი გვარებია, რომელიც თქვათ აი როგორც იაზონა თქვა, ან ძველი ჯგუფელი იყო, კლასელი იყო, რომელიც კონტაქტი ხშირი არ გვაქვს, მაგრამ მაინც მეგობრებში ყავს და ასე თუ ისე ვივარდება ხოლმე თვალწინ და ეგეთმა შეიძლება თქვათ მაგავე სახელის და გვარის მქონემ მოგთხოვოს მეგობრობა და გახსოვს რომ კლასელი იყო და მოი დაემატება ჩვეულებრივ ხა არაფერს არ გიშავებს ხო და ასე შემოპარვით ხდება უკვე სამეგობრო წრეში რომელიც სწავლობს უკვე იქ აბა რას აკეთებ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება public აღარდებთ არაფერს, მაინც შეზღუდულია, მაგრამ იმ მეგობრებში უკვე მაინც რაღაცას აზიარებთ. ეხლა Facebook-ი თუ გაქვს და თუ გაქვს სოციალურ ქსელები, რაღაცას მაინც გააკეთეთ, მაშინ ისთვის გაქვს, ხო? იქ რაღაცა ფოტო იქნება, იქ რაღაც ლაიქი მოყვა, იქ ვიღაცა კომენტარი მოყვა. უკვე სფერო ასე თუ ისე მარტივად გაიგებ ერთ დღეში თუნდაც რა მოწონს, რა უხარია, რა არ უხარია, რაღაცა მსგავს. ან დაბადების დღე აქვს იმ პერიოდში და გაიგე იქ. ან ნომერი უწერია ძალიან ბევრ სოციალურ ქსელებში, მაგალითად მეწერა ხა დაფარული მაქვს თქვა კონკრეტულ პიროვნებისთვის. იქ მეილია და უკვე შეიძლება ჩვენ ამით
ვინდა არ გვინდა მსხვერპლი გავხდეთ. ამიტომაც კვარს ყველა ვარიანტში ამ ხრივ ტოვებთ. ამიტომაც ეს წრე უნდა იყოს შემცირებული, დადასტურებული თუ არა ვთქვათ, რომ ეს აკაუნთი მათ ეკუთვნის იმ პიროვნებას, ხო? რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი დამატება თუნდაც განსაკუთრებით ეს არის აქტუალური საპირისპირო სქესის ხალხში, ვთქვათ, გოგო-ბიჭს სამატებს რაღაცა ვთქვათ, იქ ინტერესი აქვს რაღაცა თუნდაც ლაიქების, იქ ფოტოების რაღაცა განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ბიჭი პირიქით გოგოს ამატებს, შეიძლება თუნდაც ბიჭი იყოს, თქვათ, უბრალოდ აკაუნთი შექმნა იუზერი გოგოს სახელით პროფილით, რომელსაც რაღაცა ნორმალური ფოტო უყენებ და ნუ ინტერესი გაუჩნდა ვიღაცა და დაამატა. მიწერ მოწერაში შეიძლება გარკვეული პირადი ინფორმაცია ამან ისე გასცეს, რომ ნუ რაღაცა ვერც მიხვდეს რაღაცა ხდება. და შემო გაქრეს უცებ ის ადამიანი თუ აღარ არსებობს. მათ შორის არის მსგავსი, ასე ვთქვათ, თაღლითური სქემებიც, რომ აი თუ გაიგო შემტევმა მაგალითად რომ თქვენი უახლოესი კოლეგა, თანამშრომელი ან დირექტორი ან ვინმე არის კონკრეტული Facebook იუზერი, მას შეუძლია მისი იუზერ პროფაილიდან მოხსნას სურათი და თავის პროფაილზე დააყენოს და სახელიც რა თქმა უნდა იგივე დააყენოს და თქვენ გაგიჭირდებათ გარჩევა ჩატში ნამდვილად ის პიროვნება გწერთ თუ მის ნაცვლად მისი ასლი გწერთ სხვა იუზერი Facebook-ზე და შესაძლოა ანუ მაინც და მაინც ფულის დაკარგვაზე ხო არის ახლა საუბარი ამ შემთხვევაში შეიძლება მაგათ გასცეთ ისეთი ინფორმაცია სამსახურებრივი ინფორმაცია რომელიც არ უნდა გასცე ხო და ვთქვათ შენ გგონია რომ ვთქვათ დირექტორი გესაუბრება ან ზედამხედი უფროსი ხელმძღვანელი ან კოლეგა გესაუბრება ესე ფიქრობ და სინამდვილეში გესაუბრება უცხო პირი ვისაც სურს ამ ინფორმაციის გაგება რასაც გთხოვთ და შეიძლება უნებლიე ასე ვთქვათ ინფორმაციის გამცემი გახდეთ და მსხვერპლი გახდეთ ამ შემთხვევაში. ერთი პრობლემა რაც გვაქვს ახლა ამაში სოციალურ ქსელების ეს დამფუძნებელი ვინცა ნუ თავისთავად ეს ზუკერბერგის მიდგომა არის ესეთი რომ ნუ იყო მოთხოვნები ძალიან ბევრგან რომ თქვათ იყოს პირადობით ან თქვათ სხვა მოწობით დასტური იმის რომ ეს მართლა ამის აკაუნთია და ქონდეს ერთი და არა 500 და 1000 მაგრამ ნუ მისი მიდგომა ასეთია თქვათ და მასაც ბევრი მხარდაჭერი ყავს რომ მაგით ანონიმურობა ვერ ხდება რის გამოც თუ ადამიანის აზრის დაფიქსირება სურს სხვის რაღაცა თქვათ დაერქვა თქვათ შალვა დაარქვა აკაუნტს და მე რაღაც აზრი გამოვხატე ხო მე ამით შენიღბული ვარ რომ ვიღაცის მსხვერპლი არ გავხდე თქვათ და ვიღაცამ ამის გულისთვის არ ჩამარტყას და არ დამიწატო თქვი ეს აი მაგ კუთხით ეფარება ამას და უკვე მაგიტომაც ეს გავრცელებული მოდებული თქვათ რომ ვერ აკონტროლებენ ვისი იუზერია ეგეთი რამდენიც გინდა რო ეძახე ხა Facebook-ში გავრცელდა ეგეთი თემა რომ ბოტები არიან, თქვა რაღაცა ჯგუფებში შევარდებიან და დეზინფორმაციის გავრცელება იქნება, ინფორმაციის მოპოვება იქნება, ყველაფერს აკეთებენ და იმას შეება, მაგრამ იდენტიფიკაცია არის ძნელი მაგის. და ეს ამოფარვა ხდება მაგის, რომ აი ჩვენ ანონიმურობას ვიცავთ და პლუს ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და თქვას რაც უნდა ის, ისე რომ არავინ არ იცის ვინ თქვა ეს, უბრალოდ ვიღაცამ დააფიქსირა რომ აი ეს პრობლემაა. ამიტომაც, ნუ ჯერჯერობით ეს თემატიკა რომ მართლა იდენტიფიკაცია მოხდეს კონკრეტული უნიკალური იდენტიფიკატორი როგორცა პირადი ნომერი ან თქვა კონკრეტული პასპორტის ნომერი რაღაცა მსგავსი ჯერ იდეაში და ზოგადად საკითხშად არ დგას ასე რომ თქვა თუმცა ბევრმა სენატორმა თუნდაც ამერიკაში წამოაყენა ეს ბევრისგან იყო წამოსული თუნდაც ჩვენთანაც ეს თუმცა ნუ ჯერჯერობით მათ მხრივ წინსვლა არაფერი არ ყოფილა და ნუ პრობლემაა თავარი კიდევ ერთი ეგ ალბათ ვერ მოხდება იმიტომ რომ ზოგადად შეექმნება პრობლემა Facebook-ს კი, თავარი არსი იძახის რომ ეს შექმნის იყო ის რომ ადამიანს ქონიყო თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება და მაგას თუ უზღუდა, მაშინ ჩათვალე სოციალურ აღარ უნდა არსებობს. რაც უკვე თავისთავად დიდი არგუმენტია და ნუ ვერაფერს ვერ უპირისპირებ ამ შემთხვევაში და ძალიან ცუდია ხრი. ნუ სხვაგან გადაინაცვლებს თუ არ იქნება ამ პლატფორმაზე იგივე ხო, რაღაცა სხვაგან, იმიტომ რომ ახან ერთი პოპულარიზაცია მოხდა ამ სოციალურ ქსელს უკვე რა სახელი დაერქვა Facebook იქნება თუ თქვათ სხვა სახელი ერქვა რა მნიშვნელობა აქვს აზრი იგივე იქნება და იქ მოხდება იგივე ხომ არ სურს ვინმეს რაიმე აზრის გამოთქმა ან ჩართვა ან შეკითხვა ხომ არ აქვს თამამად შეგვიძლია ამ რჩევა ხო არ ჭირდება თქვათ რამე მსგავს თემატიკაში თუ ასეთი არსებობს შეგიძლიათ რა თქმა უნდა ბრძანოთ თუ არა და
ცოტა ხნით ხომ არ შევისვენოთ ბატონო შალვა ეს პაუზა გავაკეთოთ ცოტათი და გავაგრძელოთ მოგვიანებით თუ შეკითხვები არ არის და იმის რამეს თქვა არ სურს. კეთილი, მაშინ მოდი 10 წუთიანი შესვენება გავაკეთოთ. ეხლა არის 4-ის 10 წუთი. ნუ 20 წუთზე ჩაწერას გავთიშავ ხა და შეიძლება გავაგრძელოთ